ესეთი მიდგომა უფრო კარგი მგონია და ნახოთ აბარანგი. ხა, ველოდებით რომ ჩავიდეს ამ მდგომარეობაში, როცა ველოდებით რომ ჩავიდეს, წვერი არის მოჭიმულ მდგომარეობაში შემოკარგებული. აი როცა ჩავაფრთხილავდე მიაღწევს, ხო? მე უკვე მოუშვებს. ესე იგი ჩვენ წვერი გვატყობინებს რომ უკვე ჩავედიო. ამ მდგომარეობაში უკვე ამ დროს უკვე ნელა, ძალიან ნელა, ისე რომ იმალგის არ ვაშორებთ, აზრი არ აქვს თუ იმ ტასკს მოვაშორებთ. აზრი არ აქვს, ჩვენ ხო სპილინგით არ თავზავთ, შემოკარგებულ რომ გატარება იყოს, ხო? ძალიან ნელა ვჭიმავთ. ძალიან ნელა რომ იმადრის არ მოვაშოროთ. 30 სანტიმეტრიდან ასე შემდეგ სასჭიროებს არ წამოადგენს, მაგრამ აი უკვე დაჭიმულია. აჰა. 2 და 3 მეტრი უკვე ხო, უკვე სასჭიროებაა, რა თქმა უნდა, ხა. აქ მინახავს რომ გიო ჩააგდებენ, მოაქვთ მოღალ და რაღაცა დამკოლებას ეძებენ, რომ გაჭედონ რა და ჩემი შევა იქნება თუ იმ დამკოლებას პროცესში ნახულობთ. მანამდე მოიძიონ ის დამკოლება, რომ არასწორი დაკვებები არ გაახორციელონ მერე რა, რომ აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს მასლა რა. ჩვენი მიზანი არის ფიდერის ან ტივტივის. ჩვენი მიზანია, რომ სადაც იკვებება მეგობრებო, იქ უნდა ჩავარდეს ყოველი ჩაგდება. ყოველი ჩაგდება უნდა ჩავარდეს იქ. თუ მოვაშორებ და წამოიღებ, აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ის თევზი თქვენ დაკვებილ ადგილზე, სადაც გახორციელი და წინასწარი დაკვება, მერე დაკვება, პროცესი დაკვება, იქ გროვდება თევზი მეგობრებო. აზრი არ აქვს თუ წამოიღებთ. ჩააგდებთ, ოდნავ მოჭიმეთ. ოდნავ მოჭიმებული არაფერი არ არის.